თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერის სამსონი და დალილას ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს 2025 წლის 19 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე აქვს. ამავე სცენაზე ნაწარმოები პირველად 1894 წელს, ზუსტად 130 წლის წინ დაიდგა. იგი ძველი აღთქმის სიუჟეტზეა დაწერილი. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ეს ულამაზესი სპექტაკლი გამოჩენილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუი გრინდამ დადგა. სპექტაკლში სამსონი და დალილა მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი, ხოლო თავად დამდგმელი დირიჟორი კი ზაზა აზმაიფარეშვილია. ნამდვილად გამორჩეული ბედი ხვდა წილად ამ დადგმას და ზოგადად ამ სპექტაკლს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპექტაკლი არ დადგმულა საქართველოში, თბილისში ყველა აღიქვამს თითქოს ეს არის ჩვენი დადგმა, რადგან მე ძალიან ძნელად მახსენდება ესეთი წარმატებით, რომელიმე პრემიერა წასულიყოს ამ ძალიან ცნობილ და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ თეატრში. ვასრულებ სამსონის პარტიას, მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარტია დალილასთან ერთად, გამომდინარე სათაურიდან და მინდა გითხრათ, რომ ამ პარტიის შესრულებაში გარდა ბიბლიური სიუჟეტისა, არაჩვეულებრივად ლამაზი მუსიკისა, სწორედ რომ მეხმარება გარეთ მაყურებლის და დარბაზში მაყურებლის ენერგია, რომელიც ყოველთვის დღიდან ამ სპექტაკლის პრემიერისა მე პირადად მეკითხება თუ როდის განმეორდება კიდევ ეს სპექტაკლები და როდის შეძლებს თბილისის და არა მარტო თბილისის მინდა გითხრათ საქართველოს მაყურებელი ამ არაჩვეულებრივი დადგმის ხილვას კიდევ ერთხელ ჩვენს საოპერო თეატრში. ასე რომ ეს ემოცია ნამდვილად დარბაზშიც, სცენაზეც და იმედია ძალიან კადნიერებაში არ ჩამოვართვეთ, მაგრამ ქალაქში ტრიალებს და ჩვენ ყველა თანაზიარი ვართ ამის. მე მადლობა მინდა გადაუხადო თეატრის ხელმძღვანელობას, რადგან გვანებირებს ასეთი დადგმებით როგორც მომღერლებს, ასევე მაყურებლებს გელით ყველა 6 სპექტაკლზე დეკემბრის ბოლოს. აღფრთოვანებული ვარ სპექტაკლით, გაფორმებით, კოსტიუმებით და შემსრულებლებით, რასაკვირველია, საოცარი შესრულება, არა ამქვეყნიური სპექტაკლია ნამდვილად და გადაგვიყვანს იმ საუკუნეში და იმ ეპოქაში, რომელშიც მიმდინარეობს თვითონ ეს სიუჟეტი. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ოპერაა და ასევე ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლი. ვფიქრობ, რომ ძალიან იშვიათია ესეთი ულამაზი სპექტაკლები და მიხარია, რომ 6 სპექტაკლის ხილვის შესაძლებლობა ექნება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და ყველას ვურჩევ მთელი გულით, იმიტომ რომ ეს არის ულამაზესი მუსიკა, დიდი სიყვარულის ისტორია, ასევე რწმენაზე, ღმერთთან ურთიერთობაზე და ვთვლი, რომ საინტერესო იქნება ყველასთვის ველოდები გულით და სულით ყველა მსმენელს და მაყურებელს. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება, ამ მუსიკასთან შეხება, ჩემ კოლეგებთან ერთად სცენაზე დგომა და ეს არის საოცნებო როლი, საოცნებო პარტია ყველა მეცო-სოპრანოსთვის, ასე რომ არც მე არ ვარ გამონაკლისი და ვარ ბედნიერი და ძალიან ვამაყობ ჩვენი თეატრით და ჩემი მეგობრებით, კოლეგებით.